მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე ვარ და დღეს ვსაუბრობთ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ლელო ძლიერი საქართველოს ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბატონი ლადო ქვილორია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ვართ. მოგესალმებით, თამთამ მივესალმები ოზურგეთელს, ჩვენს ამომრჩევლებს. კი ბატონო. პირველი კითხვა მექნება ცხადია ის, რომ რა ეტაპზე ხართ, როდის იწყებთ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას და რა ხდება მოკლედ საარჩევნო მიმართულებით თქვენთან პარტიაში? ოზურგეთის შტაბს დაწყებული აქვს წინასაარჩევნო მარათონი. კანდიდატების თან მიდის შეთანხმებები, ეგრეთ წოდებულ საოლქო მაჟორიტარ დეპუტატებთან. დავდივართ ხვდებით მოსახლეობას. განწყობა არის რომ მივიღოთ ხმების რაოდენობა და გავიყვანოთ ჩვენი კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. კანდიდატებზე რო ვთქვათ, ვინმე შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ ამ ეტაპზე ვიზეთ შეთანხმებულები ხართ დაუშვათ, ან გეყოლებათ თუ არა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები და პარტიულ სიაზე რას გვეტყოდით? ამას ცოტა ხანში გაიგებთ. კანდიდატებსაც პარტიული სიაც გვაქვს უკვე მომზადებული. დასრულებულია მუშაობა პარტიულ სიაზე. კი, ასევე გვაქვს მაჟორიტარი დეპუტატები შეთანხმებული, თქვენ იცით რომ გახარია და ჩვენ ურთიერთთანამშრომლობთ, კანდიდატებს ვათანხმებთ. ერთმანეთთან რომ გადაკვეთა არ მოხდეს. ხო, ეს მაინტერესებდა უფრო ცალ რომ მოგვიყვეთ რა მიმართულები და რა მხრივ თანამშრომლობთ ორი პარტია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას ოპოზიციური ფლანგიდან ერთმანეთთან. ვთანხმდებით წარმოადგენელ სოფლებში მაჟორიტარ კანდიდატებთან, ასევე საუბარი მიდის ქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ამას გაიგებთ მოახლოებულ პერიოდში, როდესაც გამოცხადდება ჩვენს მიერ ჩვენი კანდიდატები, გახარიან მხრიდან მისი კანდიდატები, ურთიერთშეთანხმებით ნორმალურად. გასაგებია სოფლების ვარიანტი, მაგრამ რო დავაზუსტოთ ქალაქების, ანუ უბრალოდ მუნიციპალიტეტის მერების ნაწილში, ანუ კონკრეტულად მაყურებელმა რომ გაიგოს დაუშვათ ოზურგეთში, ლელოსაც ეყოლება კანდიდატი და გახარიასაც თუ ერთი კანდიდატი იქნება. ერთი კანდიდატი. კი ბატონო, ერთი კანდიდატი იქნება. გასაგებია და როდესაც იქნება ცნობილი უკვე ვინაობები და პარტიული სია? 2-3 სექტემბრისთვის. მანამდე არა. კი ბატონო. ბატონო ლადო, მოსახლეობასთან შეხვედრები ახსენეთ და მოსახლეობის განწყობა. მართლაც როგორია განწყობა, როგორ ხვდებიან და რაზე ამახვილებთ ყურადღებას თქვენ და რაზე ამახვილებენ ყურადღებას ისინი? მოსახლეობასთან შეხვედრები გვაქვს, ძირითადი მოსახლეობის მოთხოვნა ჩვენს მიმართ არის მეტი სამუშაო ადგილები, რომ მიგრაცია შეჩერდეს. დაცლილია ფაქტიურად სოფლების უბანში რომ შევდივარ დაახლოებით მჭიდრო დასახლებაში 10-15 ოჯახიდან დარჩენილია 2-3 ოჯახი. საუბარი გვაქვს ძირითადი რათი მოთხოვნებია მეტი სამუშაო ადგილები, მაღალი ცხოვრების სტანდარტი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. დღეს კარგად მოგეხსენებათ რომ სოფლებში მაინც ისევ წყლის პრობლემებია. პრობლემა არის არაერთ სოფელში. კი, ძალიან ბევრ ადგილზე ვაწყდებით მაგ პრობლემას, განსაკუთრებით თუ სოფლის ცენტრიდან მოშორებულიებია, ძალიან ცუდი მდგომარეობა. ასევე უკეთესი სკოლები, ამბულატორიები, კარგად მოგეხსენებათ რომ ნახევარსოფლებში დახურულია ფაქტიურად. არსებობენ შტატები აქვთ დაშვებული და რომ მიხვიდეთ დღესაც ნებისმიერ ადგილზე რომ გავიდეთ, შეიძლება 28 სოფლიდან ამბულატორია დაგვდეს ღია 1-4 სოფელში. ფუნქციური არ არის მე. ფაქტიურად ფუნქციური არ არის, თუ ტელეფონით დავურეკავ და შეთანხმდებით. და ასევე გთხოვენ რომ რეალური ევროპული გზა, რომ ევროპულმა ოჯახმა მიგვიღოს. ძირითადად 60% კარგად მოგეხსენება მთლიანად საქართველოს მაცხოვრებლების ევროპაში საქმიანობს. იმისათვის რომ ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ელემენტარულად ჩვენს რაიონში დასაქმების პრობლემა. გასაგები. და შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც შეიძლება გქონდეს გინდა კლერს, გინდა ფერმერს. გასაგებია.
ძალიან საინტერესოა თქვენი სტრატეგია ელექტორატის მიმართულებით, აი რაც მაინტერესებს. მაგალითად, რას ფიქრობ და როგორი გეგმა გაქვს? მესმის რომ ცხადია ზოგადად მუშაობთ ყველა ტიპის ამომრჩეველზე და აქ სურთ რომ მიიღოთ მაქსიმალურად მეტი ხმა, მაგრამ მაინც თქვენი სამიზნე ელექტორატი არის კონკრეტულად თქვენი ამომრჩეველიც თუ ამაში მოიაზრებთ რაიმე ფორმით და კონკრეტულად მუშაობას აპირებთ მაგალითად სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებთან იმ პარტიების რომლებიც ამ ეტაპზე არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის კი ბატონო, მოგახსენებთ ჩვენ ელექტორატზე თავისთავად ვმუშაობ, მაგრამ ასევე ვმუშაობ თვითონაც მოდიან ოპოზიციური სხვა პარტიის წევრები, რომ გვერდზე დაგვიდგენ ჩვენ ვმუშაობთ ყველა ელექტორატთან, რომელიც ოპოზიციურადაა განწყობილი მთავრობის მიმართ. აბსოლუტურად ყველასთან. გასაგებია. აქ სავალდებულო არაა მარტო ლელოს შეგვიძლია ჩვენ თუ არ მოწონათ ხარიას პარტიას მისცეს მას არ ვეუბნებით რომ იმენა მხოლოდ ძლიერ საქართველოს ლელოს მიეცით ხმა არა. გასაგებია. ჩვენ ყველა მიმართულებით მუშაობთ აბსოლუტურად. გასაგებია. საინტერესოა მოლოდინები, ანუ საკმაოდ გახლე ჩამოხდა ოპოზიციური ფლანგის წინასაარჩევნო პერიოდში, კი არა და ანუ ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, როცა მოხდა ისე, რომ ყველა ოპოზიციური პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა, არც ბოიკოტის რეჟიმში შევიდა ყველა და რაღაცნაირად სხვადასხვა პოზიციაზე აღმოჩნდით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი გააძლიერებს იმ პროტესტს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში, თუ დაასუსტებს და როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ნაწილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაგალითად დასავლეთის თვალში. რა პოზიციას იზიარებთ თქვენ და როგორი არის თქვენი მოსაზრება? დასავლეთის მოთხოვნა ფაქტიურად იყო ცივილიზებული გზით. არჩევნების გზით, რომ წასულიყო ემსთავრობა ხელისუფლებიდან. კი, მაყურებელმაც რომ იცოდეს, ჩვენ რაც მოგვისმენია, დასავლეთი ყოველთვის ითხოვს კანონის ფარგლებში რეკომენდაციები აქვს მსგავსი. ფაქტიურად რომ მიღწეულიყო შეთანხმება და ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად მიგვიღო მონაწილეობა, ეს იქნებოდა ძალიან საუკეთესო ვარიანტი და ფაქტიურად ხელისუფლებისათვის იქნებოდა როგორ დიდი დარტყმა. მაგრამ ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, ფაქტიურად ჩვენც გავაკეთებთ ისე, რომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება დიდ ქალაქებში ხელისუფლებას კანდიდატების. კარგი, არჩევნების შედეგებს რო შევეხოთ, ანუ საუბარია აქტიური იმაზე, რომ ანუ ერთ-ერთი არგუმენტი ცხადია ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის სხვა ოპოზიციური პარტიებისგან იყო ის, რომ ამ სისტემით და წინა არჩევნების გამოცდილებით გაყალბების თითქმის 100%-იანი შანსია ამბობდნენ ისინი და ამის გამო აზრი არ აქვს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. წინა არჩევნების გაყალბების პოზიციას იზიარებდით თქვენი პარტიაც, რომ წინა არჩევნები გაყალბდაო. რა იმედით და რა მოლოდინით შედიხართ და როგორ აპირებთ ამომრჩევლების, თქვენი ამომრჩევლების ხმის ერთ რამეს კითხვით დაგიბრუნებთ. საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარებულიყო, იგივე პროცედურით ტარდებოდა? კი ბატონო. ისე იგი ისე გაყალბების შანსი დიდი იყო, არა ფაქტიურად. ახალი არჩევნები რომ ჩატარებულიყო, მაშინ ახლა იმაშიც დამეთანხმოთ, რომ სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. კი, მაგრამ ახლა შეგვიძლია ჩვენ ვიცით რა შეცდომები იყო დაშვებული იმ პერიოდში. რასაც არ დავაკვირდით ჩვენ ელემენტარულად. ჩვენ შეგვიძლია ყველა ის შეცდომები გამოვასწოროთ. ყველა შეცდომა ბატონო და ახლობით პროცენტულ დაცვის ნაწილში. ღიად გამოჩნდა ფაქტიურად ჩვენ სად მოვისუსტეთ, სად არ დავაკვირდით ელემენტარულად. ახლა შეიძლება ყველა ეს თითეული ნიუანსი გამოვასწოროთ. ასევე უნდა აღინიშნოს საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა გარკვეული ცვლილებები დამკვირვებლების ნაწილში და სხვა ნაწილებშიც მათ შორის ესეც რამდენად არის შემოფრხებელი ფაქტორი. თუმცა დაძლევადია ალბათ, თქვენ ალბათ ასე. დაძლევადია, ჩვენ ვამზადებთ ჩვენ კომისიის წევრებს მაქსიმალურად ყველა დეტალს გავივლით მათთან ერთად, რომ სად შეიძლება იყოს დარღვევები, რომ მაქსიმალურად დაკვირვებული იყვნენ. კი ბატონო. და ასე მაინტერესებს კანდიდატი ჯერჯერობით მგონი ერთადერთი, რომელიც უკვე ღიად ვიცით, ვინ იქნება მაგალითად ოზურგეთში, ჩოხატაურთა ლანჩხუთში, ყავს ქართულ ოცნებას.
რომ შეაფასოთ თუნდაც არა ინდივიდუალურად და პიროვნულად შანსები, მაგრამ ოზურგეთში იქნება პაატა კუნჭულია ქართული ოცნებიდან. მინდია ჟღერია ჩოხატაურში და ალექსანდრე სარიშვილი მესამე ვადით არის ლანჩხუთში. როგორ შეაფასებდით ამ კანდიდატების სიძლიერეს და კონკურენტუნარიანობას თქვენს კანდიდატებთან შედარებით, რომელსაც ჯერ არ ასახელებთ, ვიცი და მოგვიანებით გავიხსენებთ. როდესაც დავასახელებ, შემდეგ გეტყვით, რომ რა სიძლიერის კანდიდატი გვეყოლება ჩვენ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატებს სახელმწიფო პარტიის მხრიდან? ვერავიზე ვერ ვიტყვით სულს, ნამდვილად. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ კენჭი არ ეყარათ ამ პარტიიდან. გასაგებია და ბოლო კითხვა მექნება, რას ეტყოდეთ მოსახლეობას, რატომ უნდა აირჩიონ ლელო, რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი გამარჯვების შემთხვევაში, ადგილების მიღების შემდეგ საკრებულოებში დაასახელეთ, ვიცი, ბევრი პრობლემა, მაგრამ ძირითადი რეალური და შესაძლებელი, რაზეც შეიძლება რომ გავლენა მოახდინოთ, რა იქნება ის პრობლემები, რომლის მოგვარების იმედითაც მაგალითად უნდა მოგცენ ხმა ადამიანები. ეს იქნება ბოლო კითხვა ჩემი. მეტი სამუშაო ადგილები რამსთავარია დასაქმება, მცირე ბიზნესს ხელშეწყობა, დასაქმებაული იყოს ადამიანები, ძირითადად რომ შეუქმნათ სამუშაო ადგილები და მოტივაცია მივცეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გასული, რომ დაუბრუნდნენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს რაიონს, სოფლებს და მათ შემოგთავაზოს წინადადებები, რომ რა შეიძლება, მათ ხედვა აქვენ ევროპაში იყვნენ გასული, დაბრუნებულები რომ იქნებიან, შემოგთავაზებენ ჩვენ წინადადებას, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ის პროექტები, რომლებიც მათ აქვს, განანვითარონ ოზურგეთის რაიონში, მის სოფლებში. ჩვენ ასევე გვაქვს მილიარდლარიანი ფონდი შეიქმნება, სადაც პირდაპირ ხელშეწყობა იქნება მცირე ბიზნესის განვითარებას. კი ბატონო. გამარჯვების შემთხვევაში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა დღეს ეთერში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით ბატონ ლადო ქილურიასთან ერთად, ის გახლავთ ლელო ძლიერი საქართველოს ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მე კი მომავალ ხუთშაბათს დაგიბრუნდებით, კარგად ბრძანდებოდით.